თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე დასრულდა მორიგი პროცესი საპროტესტო აქციების ეს დაკავებული 8 პირის საქმეზე, რომელთაც ჯგუფური დანაშაულის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას ედავებიან დღევანდელ სხდომაზე. 2 მოწმე გამოიკითხა დღეს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა კვლავ ბრალდების მოწმეებს მოусმინა, მათ შორის ლაშა გელაშვილს, რომელიც არის შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი და მან განაცხადა როგორც არაერთმა სხვა პოლიციელმა, რომელიც გამოიკითხა ამ საქმის და არა მხოლოდ ამ საქმის ფარგლებში, რომ საპროტესტო აქციაზე მიიღო დაზიანება დემონსტრანტისგან ნასროლი ქვის გამო. კონკრეტულად 30 ნოემბერს 2024 წლის 30 ნოემბერს დაშავდა იგი, როგორც თავად აცხადებს, თუმცა ვერ შეძლო სიბნელის გამო დაენახა თუ ვინ იყო ის დემონსტრანტი, რომლის გამოც იგი დაზიანდა. მანვე თქვა, რომ იმ შემთხვევაში თუ ბრალდებულებს აუმტკიცდება ის ბრალი, რასაც მათ ედავებიან, იგი მას აქვს პრეტენზია, რომ ისინი უნდა დაისაჯონ კანონის სრული სიმკაცრით. როგორც მან განაცხადა დღევანდელ სხდომაზე, საპროტესტო აქციაზე, მას შემდეგ რაც მას მოხვდა მარჯვენა ფეხზე დემონსტრანტის მიერ ნასროლი ქვა, მას ფეხი გადაუბრუნდა, წაიქცა და შემდგომში დასჭირდა სამედიცინო დახმარებაც. გარდა იმისა, რომ დღეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს მოусმინეს სასამართლოს სხდომაზე, ასევე გამოიკითხა თაწმინდის გამგეობის ინფრასტრუქტურული განვითარების განყოფილების უფროსი, რომელიც ამბობს, რომ 29 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე კონკრეტულ ქუჩებზე აღწერდა დაზიანებულ სკამებს და მისი თქმით ასეთი დაახლოებით, არამედ ზუსტად 130 სკამი დაზიანდა საპროტესტო აქციაზე და მე გეტყვით იმასაც, რომ მასაც ამ პირსაც მიხეილ ლეჟავასაც ამ საქმეში აქვს დაზარალებული სტატუსი. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ განცხადებები, რომლებიც გააკეთეს სხდომის დასრულების შემდეგ ბრალდებულების ადვოკატებმა. ისინი განმარტავენ თუ რა იყო მნიშვნელოვანი დღეს მოწმეების განსაკუთრებით კი სპეცრაზმელის ჩვენებიდან და ასევე განმარტავენ იმას თუ რა იყო მნიშვნელოვანი მას შემდეგ, რაც მოწმეები გამოიკითხნენ. ეს არის უკვე ნივთიერ მტკიცებულებათა გამოკვლევა, ნივთიერი მტკიცებულებების ნაწილიც გამოიკვლეს დღეს სასამართლოს სხდომაზე. ნაწილში უნდა ითქვას, რომ ეს ადამიანი იყო იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ერთ-ერთ უნივერსიტეტში და ამასთანავე 2 წელია უკვე როგორც თავად აღნიშნა არის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოფიცერი, რაც ბუნებრივია ძალიან ბევრ ეჭვს აჩენს თუ რა კვალიფიკაციით ან რა პროცედურით იქნა ეს პირი ჩარიცხული შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში. ამასთან თვითონ მოვლენების აღწერისას მან აღნიშნა, რომ იმყოფებოდა ისეთ ადგილზე, სადაც ყოფნას არ ედავებიან არც ერთ იმ ადამიანს, რომელსაც დღევანდელ პროცესზე ჰქონდა ბრალდებული სტატუსი. უფრო ზუსტად ის იმყოფებოდა, როგორც თავად აღნიშნა, პარლამენტის წინა მხარეს რუსთაველის გამზირის მომიჯნავედ და არც ერთი ვიდეო მტკიცებულება, რომელიც წარმოდგენილია, არც ერთი ეპიზოდი, რომელიც ამ ბიჭებს აქვთ ბრალად წარდგენილი, არ არის მომხდარი ამ ადგილზე. ანუ პროკურატურა ცდილობს, რომ მომხდარი ან არ მომხდარი ფაქტები, სავარაუდო დანაშაულის ეპიზოდები მიაწეროს იმ ადამიანებს, რომლებიც ფიზიკურად არც კი ყოფილან იქ ადგილზე. რაც შეეხება ნივთიერ მტკიცებულებების ნაწილში ჩვენ ვიხილეთ, ძალიან ვთქვათ, კომიკური სცენა, როცა ბრალდების მხარე როგორც დანაშაულის გამადასტურებელ მტკიცებულებებს, როგორც რაღაცა კანონსაწინააღმდეგო ნივთებს, როგორც რაღაცა ბომბს და იარაღს, ასე იღებდა დალუქული პაკეტიდან ისეთ ნივთებს, როგორც არის ქურთუკი, ფეხსაცმელი, საქართველოს დროშა, აირწინაღი, სახის ნიღაბი, ფილტრი და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი იფუთებოდა სცენით, რომ ჩვენ ყველანი მონაწილეობდით დანაშაულის შესახებ საქმის განხილვაში, რაც ბუნებრივია ასე არ არის, არც ერთი ნივთი, რომელიც მე ჩამოვთვალე არ არის კანონსაწინააღმდეგო. გუშინდელთან შედარებით ერთ და იგივე მოწმემ გუშინ თქვა, რომ კანონით დაისაჯოსო, შესაბამისად დღეს სიმკაცრითო. მე განცდა გამიჩნდა, რომ ამ ადამიანს დღევანდელი პროცესისთვის რაღაცა კორექციები შეატანინეს, მაგალითად იმისთვის, რომ თურმე შესაძლებელია სპეცრაზმის თანამშრომლების იდენტიფიკაცია და დღეს უკვე აღნიშნულ ნომერთან დაკავშირებით თქვა, რომ ის არ არის ადვილად ხელმისაწვდომი
საცდომ, მაგრამ ეს მოცემული ჩვენება მეორე სპეცრაზმელის ჩვენებას ეწინააღმდეგება, იმიტომ რომ ისი ძახის რომ თუ ძალიან ახლო კადრი არ იქნებაო, ნომერი ვერ გამოჩნდებაო და ან ის სპეცრაზმელი გვატყუებს, ან დღევანდელ სპეცრაზმელს უთხრეს რომ ყველაფერს ნულაპარაკობ, ხო? აქედან გამომდინარე, მოცემულობა არის პირველ თავისთავად შეეწინააღმდეგება, მეორე თავისივე თანამშრომელს შეეწინააღმდეგება. ასე მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ ამ სპეცრაზმელმა დაასახელა, ჩემთან ერთად სხვა ადამიანებიც დაზიანდნენ და გვარები მოვთხოვე, რომ მითხარი გვარები ერთი ვინ დაზიანდნენ და რაღაც გვარები თქვა, რომლებიც საქმეში არ ფიგურირებენ და არ ვიცი, ბრალდების ხარე ვინმე დაზიანდა და მალავს და არ იძახის აღნიშნულთან დაკავშირებით. ესაც მიუთითებს იმას, რომ აღნიშნული პიროვნება ან შეცდომაშია შეყვანილი, ან განზრახ იტყუება. მე შეგახსენებთ, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული 8 პირიდან 3-ს პროკურატურა ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხოლო 5-ს ამ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ზვიად ცეცხლაძეს, ვასილ კაძალაშვილსა და ვეფხია კასრაძეს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ხოლო საქმეში სხვა ბრალდებულებს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ამ თვეების განმავლობაში, როდესაც სასამართლო სხდომებზე ამ საქმეზე გამოკითხვის მიზნით მოდიოდნენ დაზარალებულად მიჩნეული პოლიციელები, არც ერთ მათგანს არ უთქვამს, რომ კონკრეტულად ამ საქმეში ბრალდებული პირებისგან რომელიმე მას საპროტესტო აქციაზე ზიანი მიაყენა.